აზროვნების აკადემია გთავაზობთ გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საუბრების ციკლს და ამ საუბრების ციკლის ფარგლებში მე დიდი სიამოვნებით გაუძღვები საუბარს სახელწოდებით კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. ეს სათაური მე განგებავარდშია და მას აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ ის მიემართება გურამ დოჩანაშვილის ყველასათვის ცნობილ მოთხრობას სახელწოდებით კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, რომელიც სასკოლო პროგრამაშიც კია შეტანილი, ხოლო მეორე მხრივ ეს სათაური მიემართება თავად დოჩანაშვილს. მე ამ შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრებ თვითონ დოჩანაშვილზე, ასევე შევეცდები, რომ ჩემს მსმენელებს შევთავაზო ამ მოთხრობის სხვადასხვა ინტერპრეტაციები და ყველაზე ზოგადად ვისაუბროთ ლიტერატურაზე და ლიტერატურისადმი სიყვარულზე. ამდენად ჩემი მიზანი და დიდი სურვილია, რომ ეს შეხვედრა იყოს ომაჟი არა მხოლოდ დოჩანაშვილისადმი, არამედ ლიტერატურისადმი პატივმიგება და ასევე ყველა იმ ადამიანისადმი, რომელსაც უყვარს ლიტერატურა. და აგრეთვე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება სხვა ადამიანებს რა გზებითა და მეთოდებით შევაყვაროთ ლიტერატურა. მე დიდად ველოდები ამ საუბრების ციკლს და იმედი მაქვს, რომ მრავალი მსმენელი შემოგვიერთდება.